ჩვენი სტუმარია ბატონი მერაბ გეგეჭკორი. ჩემო მერაბ, საღამო მშვიდობისა, ჩემო ძმაო. მოგესალმებით. ხო, როგორ მოგაცხადე სტუმარი მეთქი, მე თვითონმე ცოტა მეუხერხულა, იმიტომ რომ ძირითადად მასპინძლის პოზიციაში ხარ ხოლმე ჩვენ შოუში. მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირად მინდა წარუდგინო შენი საქმიანობა ჩვენს ძვირფას მაყურებელს, შენ ვინ არ გიცნობს, როგორც საყვარელ არტის, პაროდის, მსახიობს, იუმორის. ამ შემთხვევაში მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ შენ როგორც ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის უსაყვარლესი წევრი, ძალზე ნიჭიერი და უნარიანი აღმოჩნდი იმ მიმართულებითაც, რასაც ქვია მენეჯმენტი და ხალ მართლა წარმატებული დირექტორი, ხელმძღვანელი ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზის, რომელიც პირველად სწორედ ჩვენ გავაცანით ჩვენი შოუს ერთ-ერთ ადრეულ გადაცემაში მაყურებელს, როდესაც იხსნებოდა ეს შესანიშნავი დარბაზი და დღეს უკვე არის მართლაც აი მიზიდულობის ცენტრი ერთ-ერთი, სადაც დუხს და გადმოდუხს საკონცერტო ცხოვრება, ძალიან მიხარია ეს ყველაფერი და გილოცავ ჩემო ძმაო. დიდი მადლობა. მადლობა ასეთ წარდგენისათვის გიორგი ბატონო. მართლაც ახლა ჩემთვის მაგალითად საკონცერტო დარბაზი უცხო არ იყო არასოდეს და ჩემი ცხოვრების უმეტესი წილი იქამა გატარებული, მაგრამ დირექტორობა და ეს პასუხისმგებლობა ცოტა სხვა რამეს მოითხოვს. გარკვეული რუტინა არის გიორგი ბატონო ამაში და გარკვეული დაძაბულობა აქვს. მაგრამ მთელი სიკეთე იმაშია, რომ ის გამოცდილება, რაც ამდენი წლების მანძილზე დავაგროვე, ვიყენებ აქ დირექტორობაში. როგორც არტისტი, რა თქმა უნდა, ჩემი არტისტული ბუნება, ის ესტრადული მაგვარანცხობა და აი მაგალითად ერთ პატარა ისტორიას მოვყვები თუ შეიძლება. თეატრის კორპორატულ ნომერზე რეკავს ვიღაცა ქალბატონი. პასუხობენ ხოლმე და ერთ-ერთ ზარს რატომღაც ჯიუტად ქალბატონი ითხოვს, ვისი ნომერიცა იმან მიპასუხოსო. ნუ კარგი გავაძონდა მომაწოდეს ნომერი და მიხდეს რომ აი ეს ქალბატონი თავარ პასუხისმგებელი დირექტორს ახლა დირექტორმა უნდა უპასუხოს და გაისმა ხმა. ალო გისმენთ ქალბატონო მეთქი რომელი ხარ შენ? შენ რატომ პასუხობ მე? შენ გვერდში რომ იმან მიპასუხოს მე? იო გავიხედე ჩემ გვერდში არა ქალბატონო მოთხარ ჩემ გვერდში არავინ და სად რეკავთ მეთქი და სადაც რეკავ მე კარგად ვიცი გაცა მე ქალთან მაგსაკვე და კაცის მოყვანა რა საჭირო იყო ახლა ჩვენ ქალები გავარკვევთ მაგას თუ კაცები იმდენი მყავს არ მინდა ახლა მაგას ლაპარაკი მიეცი შე მაგას ყურმინი მიეცი ქალბატონო მოთხარ თქვენ ეტყობა შეგეშალათ კიდე მე შემეშალა 3 თვეა $300 დავდე და კიდე მე შემეშალა შენ მიხარ მაგისი ქმარი ხარ საყვარელი ხარ თუ მიხარ შენ მიხარ ქალბატონო ბოდიში მართლა შეგეშალა ეთყობა სხვა ნომერზე არა კაცერა შემეშალა შენს გვერდით რომ არ დგას ჩემ გვერდით არავინ ქალბატონო აბა შენ ზურგს უკან დგას არ ზურგს უკან კედელია მოთხა კედელზე მისაყენებელი დიდი ხანია ხარ შენ მაგრამ მე შენთან რა საქმე მიეცი მაგას ყურბინი ქალბატონო ბოდიში არ გაწლის არა კაცო ბოდიში ქალბატონო მაგრამ თეატრში რეკავ და თეატრის ხელმძღვანელი გელაპარაკებით მეთქი თეატრიო კაცო შენ მე ფული დამიბრუნე და მე თეატრში წავდი კინოში ეს ჩემი გადასაწყვეტია კაცო შენ დამიბრუნე რომ გელაპარაკები ეს ფულიო მოკლედ არც თეატრის იჯერებს და არ დირექტორობას რა ვქნა გიორგი და გამახსენდა რომ ახლა იუმორინა ხო არის კაცო იცი მარტო დირექტორი ხო არა სახიობი კაცი ვარ და მე ვთხარი ქალბატონო ბოდიში მაგრამ იუმორინა ხომ გაგიგიათ მეთქი იუმორინა როგორ არ გამიგია კაცო მაგრამ აქ რაშმაშია მე ვთხარი აი იუმორინაში რომ სახიობია მერაბ გეგეჭკორი მეგრელი კაცი მერე ის ვარ მე უთხარ მე და თეატრია ეს ვქა თქვენ მერაბი ხართ ხო ხო მერაბ გეგეჭკოს არა ჩემი ვალი მართალია მაგი ესე იგი შეცდი მე ხო კი ქალბატონო მე უთხარ შეცდი დედა ხო კარგია იუმორინა მერაბ სიჭინა არა ქალბატონო მე უთხარ გეგეჭკო ორივე მიყვარხარ თქვენ გენაცოთ მაგრამ $300 ვინ დამიბრუნე ეს თავისთავად მოდი ქალბატონო უთხარ ნომერი აგერ მოგლედ აი დღეს შევოდი რა ასეთი ზარებით იქნება დაკავშირებული. ჩემო მე რა მიხარია იცი რომ ეს მართლა ესეთი მულტიფუნქციურ ფაქტობრივად კულტურულ ცენტრად იქცა, სადაც კლასიკური მუსიკით დაწყებული ფოლკლორული საღამოები, იუმორისტული თუ სხვა დანარჩენი ყველაფერს მასპინძლობთ, თანაც ძალზე რიგიანად და მართლაც მაღალი აი ევროპული სტანდარტით და ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო იმისთვის, უკვე შეჯამება შეგვიძლია, იმიტომ რომ მართლა ძალზე წარმატებით ჩატარდა ჩვენი ახალი პროექტი. არის ასეთი ქვეყანა, რომლის შესახებ ჩვენი შოუდან არაერთხელ ვაუწყეთ მაყურებელს და რომელიც ერთობლივი ნამუშევარია ტელეკომპანია იმედის მამაშვილი ბაღაშვილისა და ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზის და მადლობა თქვენ ასეთი მასპინძლობისთვის შეუბადებლად. მადლობა გიორგი ბატონო და მინდა აუგუსტის საოცრად ეხლა მე ყოველთვის სცენაზე მიწევ და ყოფნა და ეხლა მომიწია პარტერში ყოფნა.
ეს რა განცდა იყო გიორგი ბატონო? ეს რა საყოველთაო სიხარული, რაღაცა სიმაღლიდან დანახული თავისი სამშობლო ფოლკლორი, შემეცნება ამისი და მე ის მსახიობები ვინც იყვნენ, ყველა ჩემი მეგობარი და ჩემთვის ნაცნობია, მაგრამ იქ სულ სხვა რამე იბადებოდა გიორგი ბატონო და მადლობა თქვენ მამაშვილ ბაღაშვილს ამისთვის. გაიხარეთ ეს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩვენს ძვირფას მაყურებელს აი ესეთი თანადგომისთვის და ესეთი ყურადღებისთვის. აქვე ვეთქვი, იმიტომ რომ ბევრი ზარი გაისმა ჩვენთანაც. არა მარტო ზარი, აი მაგალითად სოციალურ ქსელში ვახტანგ ცალარიძის სახელობის დარბაზის Facebook გვერდზე არ დამავიწყდება 20 წამიანი პატარა ვიდეო ფრაგმენტები იყო და 9 მილიონზე ნაკლები ნახვა არც ერთს არ ქონდა და აი ამ ინტერესისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. რადგან ვეკითხებოდნენ რომ იქნება თუ არა სრული ვერსია, მზადდება სრული სატელევიზიო ვერსია ტელეიმედთან ერთად და შემოდგომის სეზონზე აუცილებლად შევთავაზებ ჩვენს ძვირფას მაყურებელს.